ბატონო გოჩა, მაინტერესებს, ძალიან რთული პერიოდი გქონდათ, ხო? მას შემდეგ 10 წელი გავიდა, გქონდა გულის პრობლემები. გამიკეთეს 2 ოპერაცია გერმანელებმა და მოხდა ისე, რომ 2ჯერ გაჩერდა გული. ხედავდი სცენას, ან შავებში, რაღაც სიშავეში მოძრავი სხეულები იყვნენ, რაღაც და იქ არ მინდა მეთქი. აი ეს მქონდა, იქ არ მინდა. განწყობა გქონდათ ესე. იქ არ მინდა, აი ეს. ხოლო მეორედ, როდესაც გაჩერდა გული, მეორე ოპერაციის შემდეგ, შევიგზენ ის, რომ ამ დატანჯული სხეულიდან გამოდის სული და როგორ ვარ, იცით, აი უბედნიერესი ვარ. აღარც სხეულის წონა, აღარც ტკივილები, აღარ შეგრძნება გაქვთ ბედნიერი? შეგრძნება აქვს, აი ღმერთო ჩემო, თუ ასეთი ბედნიერი შეიძლება იყო ადამიანი, რატომ არ ხარ? ამით იცი თქმა მინდა, ჩემი ცხოვრება შეტრიალდა ყველანაირად. რა შეიცვალა? შეიცვალა ის, რომ შიში დავკარგე სიკვდილის. ვიცი რაც არის უკვე. ყველას ვეუბნები, ვისაც ვიცნობ თუ არ ვიცნობ, როდესაც დაიწყემ ხოლმე ცხოვრებისეულ რაც მატერიალზე ლაპარაკს ვეუბნები ხალხო. საგნების შეგროვებაში დროის ხარჯვას თავი დაანებდით, გაეცით მადლი. აკეთეთ კარგი საქმე. მადლის გაცემა, სიკეთით ცხოვრება, ეკლესიის წიაღში ყოფნა. ვენაცვალე ჩემს მამაოს, მამა ლევანს. იმისი ლოცით ვარ დღეს თუცხარ, ჩემი ოჯახის მოძღვარი. და ეს ყველაფერი მე არ ვიყავი ღრმა ეკლესიური ადამიანი, მაგრამ გავხდები, კიდევ გზაზე ვარ ამ გზაზე, რომ გავხდე და შევიცნო რა არის ეკლესიის წიაღი, რა არის უფლის ძალა. რა შეგვისრულებ? ოჯახი რომ შევქმნი, თავიდან ჩემს მეუღლეს სიმღერა მიუძღვენი. ანუ სიყვარული არ განელებულა და აი იმ სიყვარულზე გიმარჯვე.